მოგესალმებით მეგობრებო. თუ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვისაც მოჩვენებების და ყოველგვარი ზებუნებრივი სწამთ, თქვენ მარტოსული არ ხართ. ადამიანების დაახლოებით 18% ასე აკეთებს. ამასთან ზოგიერთი ერწმუნება, რომ მათთან კონტაქტიც კი დაამყარეს, მაგრამ რა უცნობი ძალა გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს გვერდით რაღაც წარმოუდგენელი ხდება. აქვს თუ არა ამ ყველაფერს სამეცნიერო ახსნა? ინფრახმა ადამიანი 20,000-მდე სიხშირის ბგერებს შეიგრძნობს. უფრო მეტი კი ადამიანისთვის ძალიან მაღალია ხამურებისგან განსხვავებით. მაგრამ 20 ჰერცზე ნაკლები სიხშირის, რომელსაც ინფრახმას უწოდებენ, ასევე პრობლემების წარმოქმნელია, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი რჩება. 2003 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ კონცერტის მონაწილეების 22%, რომლებიც 17 ჰერცამდე სიხშირის ბგერებს ისმენდნენ, გაურკვეველ შიშსა და ზისხს განიცდიდნენ. ისეთ მოვლენებს, როგორიც არის მიწისძვრა, ვულკანური აქტივობა ან ელვა, ინფრახმის გამოცემა შეუძლიათ. ინფრახმის გამოცემა ასევე შეუძლია უფრო მიწიერ, დიზელის ძრავებს, ქარის ტურბინას და ზოგიერთ დინამიკს. ობის სუნთქვა შეიძლება სასუნთქის სისტემისთვის და არა მხოლოდ ძალიან სახიფათო იყოს. მეცნიერები ამბობენ, რომ ობის ზემოქმედებას ზოგჯერ ნევროლოგიური ნიშნები ახლავს, მათ შორის შფოთვა, სიბრმავე და ირაციონალური შიში. ასე რომ სავარაუდოდ დამთხობა არ არის, რომ ადამიანები მოჩვენებებს ხშირად ძველ სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ხედავენ, რომლებიც ობით არის დაფარული. მეცნიერები ამ თემაზე მუშაობენ, რომ შენობაში არსებულ ობსა და მოჩვენებების არსებობას შორის კავშირი დაინახონ. შეიძლება ძალიან მალე რაღაც საინტერესო რამ გავიგოთ. ნახშირბადის მონოქსიდი. როგორც ობის შესუნთქვამ ადამიანებში შეიძლება არარსებულის დანახვა, მოსმენა და შეგრძნება გამოიწვიოს, მსგავსი ეფექტი დიდი რაოდენობით ახლავს ნახშირბადის მონოქსიდს. ეს საკმაოდ ტოქსიკური გაზი ადამიანის ორგანიზმს ნელ-ნელა წამლავს. ამ დროს კი ადამიანი თავად ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ამჩნევს. სანამ გაზის გაჟონვა აღმოჩენილი იქნება, მან ხმოვანი და მხედველობითი ჰალუცინაციები, კერძზე ზეწოლა და აუხსნელი შიშის გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. ერთ პოპულარულ ისტორიას 1920-იან წლებში ოჯახის შესახებ, რომელიც მოჩვენებათა სახლში გადავიდა, საკმაოდ სახიფათო ამოხსნა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ნაბიჯების ხმა, უცნაური მოძრაობები და ვიღაცის ყოფნის შეგრძნება შენობაში ნახშირბადის მონოქსიდით იყო გამოწვეული, რომელმაც გატეხელი ღომლიდან გამოჟონა. დარწმუნების ზალა. კვლევა აჩვენებს, რომ პარანორმალური გამოცდილების არსებობას უფრო დავიჯერებთ, თუ მოჩვენების გამოჩენისას ან მსგავსი უცნაური მოვლენის დროს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი ჩვენს რწმენას მხარს დაუჭერს. იმავე მიზეზით ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან უფრო ირწმუნონ მოჩვენებები, თუ ამ დროს რამდენიმე მონაწილე იყო. თუ უფრო დიდ ჯგუფებზე ვისაუბრებთ, მასობრივი ცნობიერება და მასობრივი ისტერია არავის გაუქმებია. ჰაერის უკმარისობა. იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატი სულ უფრო და უფრო თბილი ხდება, ხოლო კონდიციონერები კიდევ უფრო ძვირი, ოთახები სულ უფრო ხშირად უნდა გავანიავოთ, რომ მოჩვენებები არ დავინახოთ. ექიმები ამბობენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობამ შეიძლება თავბრუსხვევა, ბოდვა და ჰალუცინაციები გამოიწვიოს, ასე რომ ამ ვარიანტის გამორიცხვა არ ძლიერს. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ უბრალოდ შიშის შეგრძნება მოგწონს. ამით დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დროებით.